აპლიკაცია სიგნალი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ერთ-ერთი ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში დაემატა, სადაც შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირები იემენზე მოსალოდნელი ავიაიერიშის საკითხს განიხილავდნენ. თუმცა ჩნდება კითხვა, იყო თუ არა სიგნალი შესაფერისი პლატფორმა ასეთი საუბრისთვის და დაირღვა თუ არა ეროვნული უსაფრთხოების კანონები. ჩვენ ვესაუბრეთ კრიპტოგრაფს, რომელმაც განმარტა, რომ სიგნალი ოქროს სტანდარტს წარმოადგენს დაშიფრულ საუბრებში. ის იყენებს ეგრეთ წოდებულ ბოლოდან ბოლომდე დაშიფრის ფორმას, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ შეტყობინებების გამგზავნას და მიმღებს შეუძლიათ მონაცემის გაშიფრვა და მხოლოდ მათ აქვთ ამ შეტყობინებებზე წვდომა. არც ერთ მესამე მხარეს თვით სიგნალსაც კი არ აქვს შეტყობინებებზე წვდომა. დაშიფრის კოდი ასევე ღია ინფორმაციას წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეამოწმონ მისი შესაბამისობა უმაღლეს სტანდარტებთან. თუმცა მთავარი შემდეგში მდგომარეობს. კრიპტოგრაფიულ დაშიფრული შეტყობინებების ყველაზე დაუსულ ნაწილს თავად მოწყობილობები წარმოადგენს. ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა. მობილურ მოწყობილებებში შეღწევა შესაძლებელია ჯაშუშური ხერხებით, სატელეკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით და თუნდაც ანტენების გამოყენებით სატელეფონო სიგნალების მისაღებად. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ ვიტკოფი ამ ჯგუფის ჩატის ერთ-ერთი წევრი მოსკოვში იმყოფებოდა, როდესაც იემენზე მიმდინარეობდა საუბარი. ექსპერტები აცხადებენ, თუ მან ეს ჩატი რუსეთში ყოფნისას გახსნა, არსებობდა მოსმენის რეალური რისკი. სახელმწიფო მოხელეებმა სპეციალური მოწყობილობები უნდა გამოიყენონ, რომლებსაც უსაფრთხოების დონის მაღალი პარამეტრები აქვთ და საიდანაც შეუძლებელია სიგნალისა და მსგავსი აპლიკაციების ჩამოტვირთვა. გავრცელებულ ცნობით, ზოგიერთი შეტყობინობა დაპროგრამებული იყო ისე, რომ გარკვეული დროის შემდეგ უნდა წაშლილიყო ავტომატურად. ექსპერტებმა Euronews განუცხადეს, რომ ეს ასევე შეიძლება არ ღვევდეს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობას ოფიციალური ჩანაწერების შენახვასთან დაკავშირებით. ევრო გადამოწმება.